Adros Periamis nabod marjuni vatrialeo. Romeli da es. Gaჩვენე? არავითარ შემთხვევაში. შორიდან შეხება. შორი! რა თქმა უნდა შორიდან. ასეთი ხვედრი მარგუნა განგება მე ყველაფერს შორიდან უნდა ვუყურო. არც საფირონი მჭერია ხელში. არც ალმასი, არც ზურმუხტი, არც ფილთაქვა. არც ლამაზი ქალის ძუძუ მჭერია ხელში. ყოველ შორიდან უთვალთვალე. არც ერთი პატივსაცემი მოქალაქის ეზოში არ გამივლია, მხოლოდ დიდებული ტაძრის ბალნის იმაზლებდნენ დგომის უფლებას და ისიც არავითარ შემთხვევაში შიგნით. თქვენ რა დამცინით? ჩემი დასაცინი რა საფირონი გადავსთავე. დაიცა, თქვენ არ მეუბნებოდით? ჩემი სახლი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო. ახლა უკვე შეიძლება. დაიცა, თქვენ არ გითხარით? რა? ჩვენი გვარის რამდენიმე თაობა ძალიან მდიდარი იყო მე. იყო როგორ არ იყო, მაგრამ მომდევნო რამდენიმე თაობა ეკლესიის გალავნის წინ იყო და მოწყვა. მათხოვრობდა? დიახ, მე მათხოვართა თაობის უკანასკნელი წარმომადგენელი. მე დიდართა თაობის წარმომადგენელი მეგონეთ. დიდი სარგებლობა მოუტანა ჩვენ გვერდს. რა სარგებლობა? ვისწავლეთ ამოთმინება, შევიძინეთ ყინვაში, სიცხეში და შიმშილის დროს გამძლეობა. და აი რაც თავარია, ვისწავლეთ ფიქრი. ფიქრი? მე მიყვარს ფიქრი. შენ ოცნებას გეყვარებ? მიყვარს. აი, როცა დღე-დღე ეკლესიის გალავნის წინ გახარ, რამდენ რამეზე ფიქრობ და ოცნებო. ამდენმა ფიქრმა ჩვენი გონება განავითარა. ой, ასეთ ახალგაზრდა ქალბატონს საბიშვილი ყავთ, მე 4 მყავს, მადლობთ. შენ არ გავხარ შენს თანატოლებს და ეს ჩემი და ჩემნაირების დამსახურება. რატომ გახარო საქმურად? აბა რა გავაკეთო? მიდი ამით მაშავე სულკასთან და ფულის ხო. არა იმასთან არა ხალი რომ უძის გვერდზე. დაიცა. მე აქ სამარხავროდ არ მოვსულვარ. ან თქვენ თვითონ რაში გჭირდებათ რომ მათხოვრობ? მათხოვრობა? ჩემი ხელობა. მაგრამ აქ ამ სამყაროში ხომაც ფულია საჭირო და სასმელ საჭირო. მართალი ხარ? აქ ყველა მიწიერი სულმით ტოვებს, მაგრამ არ ტოვებს ჩდება. სიცოცხლეში, რასაც ყველაზე მეტ დროს უთმობდი, იგივე საგრძელებ აქაც. აი თქვენ გეუბნებით, თქვენ თუ სიცოცხლეში დილიდან საღამომდე გაზეთებს კითხულობთ, სიკვდილის შემდეგ, აი აქ ვეღარა უხვალთ გაზეთების კითხვას. აბუაჩები მეუნეოდა აქაც მე ფუტკრევარო. ასე. ზოგი მე ფუტკრე, ზოგი კიდე ზღვის კენჭებს აგროვებს. აი ჩვენ კი მათხოვ. მეც მათხოვრობ. ვიცი? თქვენ საუჩათას ვერავინ გაიგებს გემუდანებით იქნებ მე ვარ ის ვინც უნდა ეჭიოთ. ნუ თუ ვერ ვიცანი. ой, მე გიცანი როგორ ვერ ვიცანი. ესე იგი თქვენ დასავიცვან ნამდვილად მე ვარ ის ვინც უნდა აიჩიოთ. ნამდვილად. მე როზელა მქვია. ой, მე რა კარგი სახელია როზელა. ლიტანი გოგო ტავენიდან სუქანი ბედნიერება. საქმიანობს თქვენი ტავენი. ზაზე ქალაქის და სოფლის შესაყართან იქნებ მე ვარ ის ვინც უნდა აიჩიოთ. იქნებ. გათენებამდე 2 საათი გადარჩა. ხომ ხედავთ რა ცოტა დრო მაქვს. მე მithumetes რა. გაიგე მოწყალება და მაჩუქე ეს 2 საათი. გაჩუქოთ სიცოცხლეში მათხოვრობის მეტი არაფერი მიკეთებია. თუ გათენებამდე ცოტა ხნით მაინც გავერევი ცოცხლებში და აღარ ვიმათხოვრებ, ჩემი აქაური დაუსრულებელი მათხოვრობა შეწყდება. მაგრამ ეს შესაძლებელია თუ გათენებამდე
რომელიმე ცოცხალი გამიცვლის ადგილს. სულ რაღაცურის ოკარდი ერთი იყოს. ზუსტად ერთ საათში დავბრუნდები და შენ საცურესაც ავარჩევ. შენს მეტი, ამას ვერავინ იკისრებს. ვითომ რატო? შენ ერთადერთი ხარ. ვის წინაშე წინაპრები ხილულნი გახდნენ. მოიხე მოწყალება და წაიმატყობი ცოტა ხანს. რომ ვერ შევძლო. როგორ ვერ შეძლებ? ჩემი დათესავია ხარ. მაგრამ არავინ დამიჯერე. რატო? ზედმეტად არისტოკრატული იერი გაქვს? არა, დასაცმელი მაცვია ახალგარეთ. გავცვალოთ დასაცველით. მომისმინე, თავარია თავის ზედმეტად არ მოისაწყო. გახსოვდეს, საცოდავები არ სიდრებს უყვართ და არც გარემებს. რატომ დავტოვეთ აფეხად? ვინ არის ეს ქალბატონი? ფერია ფერი უნდა. ძალიან სასიამოვნოა. ეს ალბათ ქმარია მისი. მე რამდენადაც ვიცი, ფერიებს ხრები არ ხავთ. ეს ორმაგაც სასიამოვნოა. ხოთ ვიცნობდეთ. მე ტილტილი ვარ. დიახ. მამა ჩემი მეტყევეა. ყავს დედა და ხუთი შეყვარებული. აი ახლადი. ქალაქის და სოფლის შესაყართან მივექანები ტავერნაში სუკარი ბედნიერება. როგორ გავაჩენო?